რაც თავია ხო ჩაირთო ტელეფონი, კი არა და ვიდეო და ბეს მოვალ რა. ეხლა ეს კაბა ბოლო მოკლე ჯილია, ანუ გამარჯობა ხალხო. მოკლია და რო დავჯექი ამ დაწნულ სკამებზე. სკამები არის ისა, რა ქვია? ვიმინი. ძველებური, რავი, როგორ გითხრათ, არ ვიცი. სათვალით კი მოვედი, მაგრამ მოვიხსნი ახლა და ისე ვიქნები. ცოტა კი ვართ ესე აყირავებულები, მაგრამ იყოს არა მაქვს ნერვი რომ ავდგე და ვასწორო. ეხლა ხალხო, საღამოა, დაღლილები ვიყავით, რა თქმა უნდა, დღეს გაიკეთა ჩემმა ქმარმა იმის ოპერაცია, რა ქვია, თვალის კატარაქტაზე. ხო და მოდი რა, მოვიხსნი, ჩემ თავს რომ კარგად და გარკვევით ვერ ავხედავ, არა, უფრო კარგია. უფრო წყნარად ავარ. ხო და ისა მართალია ჭიქა და ჩემი ეს რა ქვია ამბიენტე როგორ არის? დედა როგორ ამაქვს კარგად დარხეული ქართულზე. გარედამავწყდა, მაგრამ ვიჭედები. გარემოს არ შეესაბამება ჭიქა, მაგრამ აიც ეს მინდოდა. ხო და ეხლა გაიკეთა ოპერაცია რა ვიცი ახლა ყველა ოპერაციას მე ოპერაციას ვერ დავარქ, კი თქვა რომ ისე ვიყავიო რომ საერთოდ არაფერი არ უნდა მეგრძნო, ეგრე დაბარწმუნა ხალხმაო და ნუ ცოტა შევწუხდიო პროცესი რა ვიცი 9 საათის ალბათ არ ვიცი რამდენი ხანი შესვლიდან იმამდე ნუ თავი ბოლო რა საათ 9 გავიდა. ოღონდ უფრო დრო სანამ შეგიყვანენ მანამდეაო რომ ჩაგაწვეთებენო, მას დაგიდგავენო, წვეთოვანს რაღაცა და მაგას მეაქვს დროო. ხო და ამას ის უნდოდა რომ აი საერთოდ არ უნდა ეგზნო არაფერი, საერთოდ თუ და დამჯდარიყო და ამდგარიყო, ვერაფერი ვერ უნდა გაიგო და ცოტა რომ გაიგო. საერთოდ ტკივილზე არის ინოჩენტე ძალიან გზნობი არის. ანუ ვერ იტანს, ვერ უძლებს ტკივილს. ჯერ მამაკაცები ხო იცით როგორ და ახლა კიდე იმ მამაკაცებში კიდე უფრო დაზუა. ხო და სხვათა შორის მასე დამემართა მე მესმის ამ ადამიანის ეხლა იძახის მეორე თვალზე უფრო მომზადებული წავალო და უფრო ვიცი რაც მელოდებაო და უფრო ისავარო. ხო და მე მესმის რატო იცით ჩემ მუხლზე რომ უნდა გამეკეთებინა პროთეზის ოპერაცია, ანუ მუხლის პროთეზი. ყველა მე ფაი მანც გაიკეთა, ყველა მეორე იკეთებს, არაფერი არ არის, ეს არ არის, ეს არის და მეც წავედი როგორც არაფერი არ არის, მაგრამ აი იყო ჯოჯოხეთი. ყველაზე საზღარი ოპერაცია რაც კი გამივლია მე პირადად, ხო და იმიტომ მესმის ინოჩენტის, იმიტომ რომ თავიდან რომ მომზადებული ყოფილიყავი მეც, რა იცოდე რომ ძნელია, ტკივილებია, ის არის აღდგენა არის მე კატასტროფა მომზად ვიქნებოდი, მაგრამ არ ვიყავ. მოკლედ, კარგად ჩაიარა ყველაფერმა და ესა მოვედით ვისადილეთ, ჩვენ გუშინვე მოვამზადე რა თქმა უნდა ისა და ვისადილეთ და დავისვენეთ, წავწექით. მე ცალკე ოთახში წავედი ჯერ იმიტომ რომ დაძინება მინდოდა კარგად ჩემთვის და ისა მაგასაც მეთქი მოვერიდო. იმ ხარეს არ უნდა დაწვეს მძიმეები არ აწიოს და მორჩა. ხო და დავიციდეთ მე გავუღოდეთ კარტით ვითამაშეთ. აღარ გადის დრო. მე ვთხარ მაინც სახში ვარ, გადიო მე უბნებოდა გადი ცოტა გაიარეო, მაგრამ არ გავედი და ისა მოდი მეთქი ვიდეოს მაინც ჩავწერ, იმიტომ რომ მოვიდეთ თქვენამდე. ესა მაქვს ისა ჩირი, რა ქვია? ჯანჯაფილი, კოჭა, ძენძერო, ჯანჯაფილის ჩირი. როდის ვიყიდე ზაფხულში ალბადრე ზღვაზე რო ვიყავით, იქ არის ხოლმე თხილეული, ჩირეული რაღაცები და ეს მაშინ ავიღე ცოტა არ ვიცი რამდენი გრამი და კიდე ყრია. ეხლა მომიარა რომ მივითო. ტკბილია. არ მეჭმევა, ტკბილი როგორ თავისი სიცხარე ხო აქვს, თავისი არამედ მე ტკბილიც არის, ხო და არ მეჭმევა, მაგრამ ცოტას ვეპარები ხოლმე ყველაფერს რა, ხო? მოვტყუდი ჯერ ყავა უნდა მომეყლუპა.
მაინც წავიდე. მაგრამ მოვტყუდი. არა უშა. ხო. ეს ისეთი ფორმის კაბა, ამაში არ მეტყობა, არ დაკლება და არც არაფერი, მაგრამ იყო ერთი ისა რომ როგორ დავიკლოთო წონაშიო. მე ძალიან ნელა ხო დავიკელი. არ მომხდარა 1 წუთში და 2 წუთში, მაგრამ რა ხდება ხალხო? ეს კვების მარათონები რო არის, ყველა გინდა რუსები, გინდა ქართველები, გინდა უკრაინელებისა ძალიან ბევრი არის, ხო? კვების კონსულტანტები კიდე ალბათ თითო მოსახლეზე თითო მოდის, არ ვიცი, ძალიან ბევრია. ნუტრიციონისტები ძალიან ბევრია, დიეტოლოგები უამრავი, ცოტა მოდიდან გავიდა დიეტოლოგები. მერე ნუტრიციონოლოგები, არ ვიცი ქართულად როგორ აქვს ნუტრიციონისტი. რაც არის. კვების კონსულტანტი ქართულად, ხო და ეხლა ეს არის მოდაში, მაგრამ რა ხდება ხალხო? ჩვენ საუკუნეში ყველა ინფორმაცია უფასოთაც ხელმისაწვდომია. ანუ იმის თქმა მინდა რომ ეხლა მე მაგალითად არანაირად არსად არ ჩავეწერები, იმიტომ შეიძლება აი თქვა ადამიანმა რომ ნების ყოფა არა მაქვს და მირჩევნია იქ ჩავეწერო და ყოველდღე ვიღაცას ჩავაბარო ანგარიში და იქ ჯგუფში ჩემნაირებთან ერთად ვიყო გავიგე, მაგრამ ეგ ხო ერთ თვეში დამთავრდება არა? მერე ისევ ხო მარტო რჩები შენ თავთან და ისევ შენ უნდა მარტო გააკეთო. ამიტომ ჯობია რომ მარტო გააკეთო და რატო? იმიტომ რომ პასუხისმგებლობა გექნება შენ და ის რომ უნდა ისწავლო როგორ იყვებო. მე რომ ეხლა ყოჩაღი არ ვიყო, ანუ არა ვყოჩაღობდე კვებასთან, იცით რამდენს მოვიმატებდი. გარდა იმისა რომ ჰორმონალურ ტაბლეტს დაიწყებ, თქვენ იცით რომ იმატებენ კიდე, ზოგი ახლა იკლებს ვისაც ცუდი მდგომარეობა შეიძლება გქონდეს ან რა ვიცი, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი და ქალი მაგალითად აი გასამაგდა. ხო და მე ახლა რომ ძალიან არა ვყოჩაღობდე კვებასთან დაკავშირებით, მე ვიქნებოდი გაორმაგებული და გარდა მაგისა ქოლესტერინი წავიდო და თავიდანვე გამაფრთხილა ექიმი, მაგრამ ეხლა იცოდეო რომ ქოლესტერინი აი ვარსკვლავებამდე ავაო, მაგრამ პირიქით დავწიე. ხო და რის თქმა მინდა ის ჯობია რომ პასუხისმგებლობა აიღო ჩემზე სუნაგა, ჩემზე უნების ყოფო ძალიან ცოტა მოიძებნება. ამიტომ არ არის ის რომ აი ეს არ შეიძლება და ამას ხელი არ უნდა დაადო, იმიტომ რომ ვერავინ მაშინ მთელი სიცოცხლე უნდა აი რა ვიცი როგორ შეიზღუდო თავი და სუმშიერი იყო და არა. პირიქით წონაში დაკლება რო გინდა, უნდა უკაცრავად სიტყვა და გაძღე. იმიტომ რომ აღარ ეძებო რამე სხვა, რომ რაღაცა კიდე ჭამოს. თავარი პირობა ეხლა ვისაც უნდა 2-3 კილო, 5 კილოს დაკლება, ეგ გინდა მარათონში გაერთიანდეს, გინდა იმასთან კონსულტაციები აიღოს, ადვილია, იმიტომ რომ არაფერი არ უნდა მაგის დაკლებას, იმიტომ თავიდან უცებ დაიკლებს და მორჩა. მაგრამ საქმე ის არის, ვისაც უნდა 20 და 30 კილოს დაკლება და მან ერთხელ უნდა ჩაჯდე რეჟიმში და ისწავლო, მორჩა მეტი არაფერი არ უნდა. ეხლა არავინ არ ეთქვას რომ თუ მასე იცი რატო არ ვიკლებ, ჯერ ერთი იმასაც ვაკონტროლებდი ეს 1 წელი რომ ძალიან არ დამეკლო. ეხლა იმას ვაკონტროლებ რომ საერთოდ 1 გრამი არ მოვიმატო. იმიტომ რომ ჩემთვის მომატება არის ძალიან ადვილი. მოძრაობა არ მაქვს და მთავარი ის არის როცა მოძრაობა არ სადარ დავდივარ ხალხო აი რომ გავალ დილით და ძალიან ცუდი ბჭყალებში ცხოვრობ ისეთ ადგილას რომ ყველაფერი მაქვს აი გზის გადაღმა და წვირწინ. შორს არაფერზე არ უნდა წავიდე და ეგ არის ცუდი რომ არ დავდივარ. ფეხით თუ დადიხარ, თუ შეგიძლიათ რომ დღეში 1 საათი ფეხით იაროთ, აი მაგით წაეხმარებით დაკლებას არ არსებობს. ძალიან ეხმარება ფეხით სიარული. არ უნდა სპორტ დარბაზებში ვარჯიში, არ უნდა სირბილი, აბსოლუტურად ჭარბწონიანმა არ უნდა ირბინოს, არ არსებობს. სიარული არის, აი ძალიან ისეთი დოდინა არა, საშუალო სიჩქარით სიარული. ჩვეულებრივი კაი გემრიელი სეირნო. გადასარევ. რაც შეეხება ინფორმაციას, ერთხელ მოიძიეთ ინფორმაცია დაახლოებით კალორიები.
რომ მიახლებით ის რომ ხალხო ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება ხალხი. ანუ იქიდან რომ ჭამ უზომოთ და იყრი ყველაფერს და ვერაჩერდები და 24 საათი სულ მუდამ იწმუცნები და ჭამ და თავისთავად წონა, მერე ვარდებიან წინააღმდეგო უკიდურე მეორე მხარეს, რომ მთელი დღე იმას ფიქრობენ რა მინდა, მთელი დღე იმაზე ფიქრობ რა ვჭამო, მთელი დღე იმაზე ფიქრობ დავთვალო კალორიები, ავწონო ეს, ეგეც უკვე სხვა ავადმყოფობა, ეგეც უარესია კიდე. მე ასე ვფიქრობ, ჩემი აზრია რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მე რო სულ იმაზე გავიღვიძებ და ეხლა რა მინდა რომ ვჭამო. ან ეხლა აი ის გოგო 18 საათიანი შიმშილით რო დაიკლო. დედა რა ქვია ეხლა მომახსენე ძალიან კარგი გოგოა ისე მიყვარს აი ვაღმერთებ 140 კილოდან რო ჩამოვიდა აი 70 კილოზე. თეაკო არა და ნუ არ მახსოვს. ხო და აი ის იმან დაიკლო დაწყნარებული ტვინით, დაწყნარებული ნერვებით და ასე, იმიტომ რომ ამბობდა რომ პირველი კვება რომ იწევდა, იმას ჭამდი რაც სახში ვიპოვე, რასაც ვნახავდი წინა დღეს, რაც ვახშამზე მორჩათ, იმას შევჭამდიო ცოტას, რა თქმა უნდა. ხო და ის რომ აი მთელი დღე გვიფიქრო, ეხლა რა ეხლა მე სადილი მოდი და ვაიმე აბა დავიწყო ეხლა ეს ამდენი გრამი ეს ამდენი აი მაგას ვერავინ ვერ გაუძლებს ან თუ გაუძლებს სხვა არაფერი საქმე არ უნდა გქონდეს აი სხვა არაფრით არ უნდა იყო დაკავებული და რა მე მასეთი ძალიან ცოტა მეგულება ასე რომ ერთხელ უნდა გადაავლოთ თვალი დავიზეპიროთ პლუს მინუს ვიცი ეხლა მე რამდენია ბოსტნეულში კალორიები მერყეობს 3 4 5 კალორიეს პლუს მინუსით, ხო? სიტყვაზე გეკუთვნის 1300, 1400 კალორია. არაფერი არ უშავს, ახლა 5-10 კალორიით მეტს მიირთმევ თუ ნაკლებს. ან რა ვიცი, მაგ ცდომილებას და მაგ დაანგარიშებული მერს არაფერს აზრი ის არა აქვს. ამდენი ისა, ეგ ძალიან დააბრალელი რამეა. ერთხელ დაახლოებით ის უნდა გავიგოთ, რომ სიტყვაზე მე მაგალითად ასე ვაკეთებდი ხოლმე, ეხლა ცოტა მიუშვი. ერთად ჩავყრით ზაფხულში, როცა არის ბოსტნეული ყველანაირი. ერთი ბულგარული, ერთი ბადრიჯანი, ერთი ყაბაყი. თუ სოკო მქონდა იმასაც ჩავაჭრიდი ქამასოკოს, ერთი კარტოფილიც. ყველაფერს ერთად მოვთუშავდი, შევწვავდი, რავი, როგორც კიდე დაარქვი წყალს, არასხად ეს თავისივე მე. ცოტა ხალხს მოვაჭრიდი, პილპილი, ნიორი, მარილი, რავი, რაც გინდა. და მაგას თებში, დიდი თებში პატარა არა, დიდი თეფშის ნახევარს ამს დავდებდი. ეგ ვიცოდი, რომ დაახლოებით ჯამში 150 კალორია იყო. უნდა ერთხელ დაინგარიშებ და მე უკვე იცი, რამდენი რა არის. რამხელა პური უნდა შეჭამო, რამხელა ის უნდა აიღო, რამხელა ეს რამდენი რაოდენობა თეფშზე რა. თეფშის გადანაწილებაზე კარგი ვარიანტი არ არსებობს. ის რომ თეფშის ნახევარი უნდა იყოს ბოსტნეული მეოთხედი უნდა იყოს ცილა და მეოთხედი ნახშირწყლები. ცილა ეხლა იტყვით ყველას სადა აქვს თევზი და ხორცი არ აქვს, მაგრამ ორი კვერცხი ხო ყველას აქვს. ხო დადგინდა რომ დღეში რამდენი დგინდა კვერცხი მიირთვით, ხო და თუ არ გეჯავრებათ კვერცხსაც მიირთმევთ. ეხლა რაიცა მაგას უნდა მოუბრუნდე ვის სადა აქვს, ეგავაქსა თქმელი გავსკდი გამისკდა ნერვები. იმ სადაც ნახშირწყლებია, იქ თუ მაკარონია, ან თუ წიწიბურა, ან თუ რამე ბურღულია, ან თუ ეგ იქნება და გარდა მაგისა პური აღარ უნდა მიაყოლოთ. თუ პური უნდა მიირთვათ, ამ ადგილზე დადეთ, სადაც ნახშირწყლების ადგილია, სადაც მაკარონი უნდა იყოს, ან კარტოფილი უნდა იყოს, ან რაღაცა ისეთი, ხო? იქ პური დადეთ და ამ შემთხვევაში შეივსება. ის რომ ეს ყველაფერი თეფში გააკეთოთ და კიდე პლუს არა უშავ 100 გრამ არა პური აღარ. მაშინ პური აღარ. პური დადეთ თეფშზე ნახშირწყლების ადგილას. აი თუ არ დაიკლებთ და მოდით და თავი მომაჭერით. კარგად დანაყრდით. მაგიდიდან მშიერი არ ადგეთ. თვალი არსაით არ გაგექცეთ. და მთავარი კიდე რა არის უმთავრესი ჭამიდან ჭამამდე შუალედში არაფერი არ აჭამოთ. არც ხილი, ყავა კი ბატონო, ჩაი კი ბატონო, რავი რაც გენთ, მაგრამ დანარჩენი არაფერი არ აჭამოთ. ნუ ეხლა ხო ხილი მე მაგალითად აი ხილი ერთიც რო შევჭამო უკვე აღარაფერს აღარ ვიკლებ. ხილი იმდენად
ჩემთვის არის მოსამატებელი საშუალება. ბევრი ზოგისთვის არა. ასე რომ მოგინდებათ იმ დღისით სახლში ხაჭაპური გაქვთ, ერთი ნაჭერი ხაჭაპური დაადეთ იმ თებში, სადაც ნახშირწყლები უნდა იყოს. ხინკალი გინდათ, დაადეთ 3-4 ხინკალი, სადაც ნახშირწყლები გინდა 5. იმიტომ რომ ხინკალი სულ ნახშირწყალი კი არ არის, შიგნით ხო ხორციც არის. არაფერი არ მოინატროთ, ტკბილეულია მთავარი, შაქარი არის მთავარი. თუ მოკლება გინდათ წონაში, მე მაგან მიშველა რომ გრამი არ მემატება. აი მივირთმევ გუშინწი ლობიანებიც კი გავიკეთე და კარგად 2 დღეა კარგად ვიბესკვები ლობიანით 1 გრამი არ მომიმატებია. არ ვიკლებ ეს დღეები, რა თქმა უნდა, როცა ამებს მივირთმევ, მაგრამ არც ვიმატებ. იმის თქმა მინდა რომ აი ცუდად ესმის ადამიანებს რომ უნდა გახდე, უნდა გშიოდეს. პირველი ეგრო არ უნდა გშიოდეს, პირველი ეგრო არაფერი არ უნდა გენატრებოდეს და ერთადერთი რაც აი თავს ძალა უნდა დავატანოთ არის შაქარის გამორიცხვა და შაქრის გამორიცხვა არ ანიშნავს იმას, ბევრჯერ უთქვია, აი ჩემი დაქალიც მეუბნებოდა ხო, ნანა ყავაში შაქარს არ ვიყრი. გავიგე რომ ყავაში შაქარს არ იყრი, მაგრამ გამოხოლდა იმას დამცხრებს მივირთმევ, ან მურაბას ჭამ, ან რავი 1000 რამე, ყველაფერში შაქარია. ეხლა შაქარი არის ყველაფერში, ყველაფერში. აი რაც გინდა, რასაც გინდა ხელი მოვჭიდოთ, ხო? ხო და მარტო ის კი რომ შაქრის ფხვნილი არ მიირთვა, არაფერი ტკბილი არ უნდა მიირთვა, წვენები არ უნდა მიირთვა, გაზიანი სასმელები არ უნდა მიირთვა, რაც მთავარია კიდე. უშაქრო კოკა-კოლა ხალხო ტყუილად ნურავინ ნუ გააბუქებთ რომ აი კოკა-კოლა ისეთი მავნებელია. კოკა-კოლაზე ძალიან დიდი მეტად მავნებელი არის აი საქართველოს თბილისში კერძო ჩამოსასხმელებში გაკეთებული გაზიანი წვენები, რომლებიც არის ტკბილი, ქიმიაზე გაკეთებული და მაგას მიირთმევენ და ბავშვებს ასმევენ, არაფერთ არ შეიძლება. კოკა-კოლა სიტყვაზე უშაქრო კოკა-კოლა კვირაში ერთხელ ორჯერ აბსოლუტურად უნებელია, თავს დავდებ. ხო და ეგრე უნდა მეთქვა რა, თუ ვინმეს სცადეთ, ვისაც გინდა წონაში დაკლება. 18 საათიანს თუ გააკეთებთ, მაგაზე კარგი არაფერი არ არის. ოღონდ იმ 18 საათიან, იმ 6 საათში ორჯერზე მეტად არ უნდა მიიღოთ კვება. ანუ იმის თქმა მინდა რომ ზოგი აკეთებს 18 საათის და ვაკეთებ და არ ვიკლებ და ვაკეთებ, გავიგეთ, მაგრამ იმ 18 საათიანში თუ 2000 და 3000 კალორიას მიირთმევ, არ დაიკლებ. შანსი არ არის. აი 24-იანს თუ გააკეთებ, მე გამიკეთებია 24-იანი, მაგრამ ეგ რა ვიცი, რამდენად ცოტა არ იყოს აუნებს ორგანიზმს ალბათ, იმიტომ რომ ერთხელ ვჭამდი პირველიდან 2 საათამდე ვჭამდი მარტო. იმ შუალედში რაც გინდა ჭამე, მაგრამ მე უკვე ისე მიდის რომ აღარ გინდა ვეღარაფერს ვერ ასწრები 1 საათში ჭამას და ოღონდ მე სომშიერი ხარ 24 საათი. ეგ არა 16 საათიანი, 18 საათიანი არის გადასარევი, მაგრამ იმ 6 საათში, როდესაც უნდა მიირთვათ, ხო, იქაც კალორიას უნდა უყურო და მაგ დროს იკლებ. თორე ისი არა. და რაც თავარია კიდე მიაწექით ცილებს. ცილებს მიაწექით ბოსტნეული და ცილა. აუცილებლად წავაკლება, აი აუცილებლად. არ არსებობს. ეხლა მე ეს სტრესული პერიოდი მაქვს, არ ვატან თავს ძალას არაფერი. ჩაივლის ეხლა ამისი ეს ამბები, ჩაივლის ალბათ რა ვიცი, ჩავატარებ ალბათ ამ იმას შემოდგომა ზამთრის პერიოდ. არ მოვიმატებ ეხლა წინა კვირას გაიქცა 1 კილო. არ ვიცი რატომ. და მაშინვე დავაგდე, მაშინვე ვამოხრუჭებ, ეგრევე უნდა თორე თუ 1 კილოს არაფერია და თავი დავანებე, ის მერე 3 გახდება და უკვე უნდა ვებრძოლო მერე 1 თვე, ხო? ამიტომ როგორც კი ოდნავ 1 კილოა, მაშინვე 1-2 დღე ცოტა კაცრად ვაკეთებ, ძალიან მას შვები რა კალორიებს და ჩამოდის მასევე მაშინვე და მე ნორმალურად ვაგრძელებ. ხო და იმის თქმა მინდა რომ მე ეხლა დავიწყებ და აი ნახოთ კიდე 10 კილოს მოვიკლებ. გაზაფხულისთვის მე სადღაც აპრილში 10 კილო ნაკლები უნდა ვიყო. ნახოთ.
გვიქნებით ჩვენ. მე ჩემსაც ვეცდები. აი ამ მეთოდით რაც გითხარით, უნდა მეტნაკლებად გადაავლოთ თვალი იმას კალორიები დაახლოებით რომ იცოდეთ რომ რამდენი მე მაგალითად საღამოთი გონებაში ან ხანდახან ვახშმის წინაც რა გონებაში გადავთვლი ხოლმე დღეს რა მივირთვი ამდენი იყო ეს ამდენი იყო ის პლუს მინუს სად შემიძლია ხალხო ხო ყოველდღე პასტა ფურცლით და სასწორით მე ნამდვილად ვერ ვიქნები ვერავინ ვერ იქნება კიდევ მეორებ კაც მაშინ არაფერი საქმე არ უნდა კონდეს სხვა უნდა ყავდეს ვიღაცას რაღაცას უკეთებდეს უნდა რა ვიცი არ ვიცი როგორ ვინ მოახერხებს მე არ ვიცი მე ვერა გადავავლებ ხოლმე გონებაში თვალს ამდენი ხორცი შევჭამე კაია ამდენი ეს შევჭამე ამდენი იყო ესა დახში წყალი დაახლოებით ამდენზე ვარ იმას არ უყურებ ახლა 1200 კალორია გამომივა 1400 გამომივა არ იქა უნდა შევავსო თავარი არის რომ დღიური ცხიმის მარაგი დოზა მიიღოთ დღიური ცხიმი ანუ ეს არის ქალებისთვის არის 1 კილო წონაზე 1 გრამი ცხიმი ამაში შედის ოღონდ ხორცის ცხიმიც ის კი არ ვფიქროთ რომ ხორცი თევზი მივირთვი და პლუს მაგას კარაქი უნდა ვჭამო და პლუს ზეთი არა ეგრე არა ყველანაირი ცხიმი რაც კი მიიღეთ ქალებისთვის არის 1 კილოგრამ წონაზე 1 გრამი მამაკაცებისთვის არის დღეში მოჭრილად აღარ მახსოვს 50 თუ 100 გრამი ნუ ქალებზე ვიცი რომ 1 კილოზე 1 გრამი ცხიმია დღიური ნორმა სიტყვაზე თუ იწონი 100 კილოს 100 გრამი ცხიმი უნდა მიიღო ოღონდ კიდევ იმეორება აქ შევა ყველანაირი ცხიმი თხილს და მზეს უმზირას რო შეჭამთ ისიც შიგ შედის ანუ ეგრე კი არა რომ ვიფიქროთ რომ 100 გრამი ზეთი ან 100 გრამი კარაქი ეგრე არა დილით აუცილებლად ხოვჭა 20-25 გრამი კარაქი საუზმეზე შავპურთან ერთად და ეგეც იქ შედის რა დღიური ცხიმის დღიური ნორმა არის მნიშვნელოვანი როგორც ასევე ცილა ცილა არის მგონი 1 კილოზე 5 გრამი არა ბოსტნეულია 1 კილოზე 5 გრამი აღარ მახსოვს ნუ როგორც არის მოიძიებ წაიკითხოთ ხო ეგ კარგი მორჩით პატარა თავისი წყობა უნდა ხალხო და ჩადგება ის რომ აი ჯანსაღი კვება სწორი კვება არ არსებობს არც ჯანსაღი პროდუქტი რომელიც აი რას გიზავს და აი რა არის ჩვენთვის სასარგებლოა არც არ არსებობს შხამიანი პროდუქტი რომელიც კლავს არა ყველაფერში არის კარგიც და ცუდიც გააჩნია რა რაოდენობით მოვიხმართ ასე რომ ის რომ ჯანსაღი კვება თუ ბროკოლს აჭამ ჯანსაღი კვება და ამ დროს ბროკოლს შეჭამ და მე ჩიფსებს დააყოლებ და გაზიან სასმელებს მიატან ეგ არ არის ჯანსაღი კვება მაინც ვერავინ ვერ ჩვენ დროში არაფერი აღარ არის ჯანსაღი მაგიდან დავიწყო ამიტომ ყველაფერი არის ბოლოს მივდივართ რაოდენობასთან რაოდენობა და ამიტომ აიღეთ თეფში ბოსტნეულიო რაო ეხლა იტყვით ბოსტნეული რა ბატონო რა არისო ჩვენთან ხო კარტოფილი კიდე მტერი არ არის გააჩნია შემწვარი კარტოფილი არა მაგრამ მოხარშული კარტოფილი დიეტაში აუცილებლად ჩართეთ განსაკუთრებით 1-2 ცალი მოხარშული კარტოფილი საღამოთი მიირთვით რომ თუნდაც ცოტა ზეთვოს ხმული ხახვი მოაჭერით რავი კარტოფილის სალათა იყო ხოლმე ჩემ დროს კომუნისტების დროს კარტოფილი მოხარშული ან ღუმელში გამომცხარი ანაყრებს ძალიან მაგრად და მე აღარ გინდა აღარაფერს აღარ დაუწყებ ძებნას აი ეგ არის უბედურება ნუ გეშინიათ არ არის მაღალი კალორია კარტოფილი მოხარშული აბაბაბაბ არა ხო და მაგის თქმა მინდა ცოტა გვინდა სწავლა უბრალოდ იმისი რომ რამდენი მივირთვათ ის არა რომ ცოტა უნდა ეხლა აი ამ ხელა სნიკერსი რო შეჭამო 500 კალორია თუ მეტი არა არ ვიცი 100 გრამიანი რა ვიცი რამდენი გითხრათ 10 ხინკალიც იგივე კალორია და ეხლა აირჩიე რომელი გინდა ასე რომ აი ეგ არის რა მთავარი ეგ არის რომ აი გვისწავლებ რა მივირთვათ ცომირე დიმენო გინით ქართულად რა ცომეული რა თქმა უნდა ნაკლები და მეტი ცილა ტკბილი არა ტკბილია დამატკბობელებით უნდა თუ
თუ ვერაფრით ვერ ეგუებით შაქრის გამორიცხვას მივიდა მედიცინა იქ რომ არ არის მავნებელი შაქრის შემცვლელები და მიირთვით დაიტკბეთ გამოიცხეთ რაც გინდათ ყველაფერი მოხერხდება ეხლა ისეთ დროში ვართ კარგი ეხლა ხალხო მე რა თქმა უნდა რომ სკროლავ და გადავაწყდი რეკლამა ხინკალს ხარშავენ თბილისში ერთი ხინკალი 6 ლარიო ერთი ცალი ხინკალი 6 ლარიო სახლში მიტანითო ადგილზე მიტანითო შეკვეთაო და ადგილზე მოგიტანთო და 6 ლარიო ერთი ხინკალი რამდენი გაქვს საქართველოში ან ხელფასები ან კაი პენსიონერი არ შეუკვეთავს მაგრამ ყველა როგორი კარგათა ცხოვრობს ისე კარგათა ცხოვრობს ხალხ დაიცა არ მოვჭი წავიდა კომენტარები რა ამბავი არისო 6 შეგეშალაო დაგცინიო ეს რა უბედურება არისო სუგაგიჟდა ეს ქვეყანაო ყოველდღე ჩვენო ისეთ პროდუქტებს ვიყენებთო რაც გინდა გამოიყენეო ეთქრეს მე გამოვიდა ეს გოგო და თქვა თქვენო რა გგონიათ ხა 6 ლარიო თქვითო ერთი ხინკალიო მაგრამ თუ მეტს შეუკვეთავო 3-ო 5-ო 10-ო მე ფას ვაკლებთო და ერთი ხინკალი 5 ლარიო ვიღაცამ დაწერა რომ მე 100 ცალიო შეუკვეთეო და ძალიან კარგი არისო ძალიან კარგი არის ხინკალიო აი ისეთია რომ მშვენიერიო გავიგე მაგრამ რესტორნებში ლარი და 80 ღირსო და თქვენ რასაკეთებს თამნაირსო რომ ეკფას ჩვენ ასე გვიღირსო ლობიანიო ერთი ლობიანი 36-ო თუ 35 ლარიო 35 ლარიო და გამომცხარი ისეთი იყო მე იმას აი არც მომინდებოდა რომ მეჭამა რა ვიდი არ აქონდა ვიდი ხო და ქონდეს მარკეტინგი ხო არის ხო და შეკვეთებიო გააქვთო და ნოემბერიო ოქტომბერიო და ნოემბერი სუდახურულიაო უკვე შევსებულიაო რა ვეღარაო ხო და ეხლა თქვენ მითხარით თქვენ ეხლა უყურე რა ხდება არ ვიცი მე კიდევ ვიმეორებ ნეტა როგორ არიან საქართველოს ხო ყველა ცხოვრობთ ხო ყველა ჩივის რო ძალიან ძვირია და ფასები ასეა და ფასები ისეა გავიგეთ ხო და მაინც ხო ყველაფერს ყიდულობს აი ადრე მე მყავდა ერთი ქალბატონი მიწერდა ხოლმე რომ რას ამბობ ნანა საღამოთი რო შეხვიდეო დიდ მარკეტებშიო არ ვიცი რა რომელში კარპურში და ორნაბიდია თუ ოთხნაბიდია არ ვიცი თაროები ცარიელიაო ყველაფერი არის გაყიდულიო ხო და ეხლა მე ვამბობ ეხლა იტყვით ის საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულის ასეო და არანაირი საზღვარგარეთის ხელფასი მანდ მაგ ფასებს ვერაუვა ვერანაირად აქ განარამდეს იღებენ ეს დალოცვილი ემიგრანტები რომ მანდ მასე აცხოვრონ ოჯახები ერთი ადამიანი კი არა ოჯახები ეცა დღილი შევიკრა გავგიშდი აი რა ფასებია როგორ არის ხალხი როგორ რაღის გავგიშდი ის რო ახლა მეტყვით რომ სად არის მასე და ხალხი ნაგავში იქექება ხალხი ნაგავში ყოველთვის იქექებოდა ანუ გარკვეული კონტინგენტი ღარიბები აქაც არიან მანდაც არიან და 10-დან ბაბადან რაც ქვეყანა არის ღარიბი და მდიდარი სულ არსებობს მაგრამ მე არ მგონია რომ მდიდარი რომელიც არის მართლა მდიდარი აი სერიოზული მდიდარი რომ დაუძახოთ ის ხინკალს და ამნაირ ნებისმიერ რამეს სახლში არ იძახებს. მდიდარი მიდის იქ, სადაც მოემსახურებიან, სადაც მიირთმევს, ადგება წამოვა და სახლში ის არ გამოიძახებს. იძახებს საშუალო ფენა. საშუალო ფენა, აი დიდარს რო ვერ დაუძახებ. მაგრამ იძახებს. მე არ ვიცი ეს რა მოდა შემოვიდა აი ამერიკიდან რომ მიყურებთ თუ კიდე მიყურებს არ ვიცი ისიც მიწერდა სადღარი ეხლა სახში სადილების გაკეთება აღარ არსებობს ყველაო გამოძახებულს მიირთმევსო არ ვიცი მე სხვაგან სად როგორ არის 17 წელია ამ იმა იტალიას 18 უკვე მგონი აღარც მახსოვს რამდენი 17 18
ამ იტალიას ვუყურებ მე, იტალიის სამხრეთით ავარ მე, ხო და აქ ყველა საჭმელს აკეთებს და სულ ყველა ყოველდღე მაკარონის ხარშვაშია. არ ვიცი ეთყობა საქართველოს ძალიან წინ წავიდა და იტალია დარჩა უკან. ირონიით კი არ ვიძახი, ადვილი შესაძლებელია ძალიანაც, რატომაც არა ვითომ, რატომ არა. ხო და ერთი კომენტარი იყო, ჩემთან არა სხვაგან რომ ისაო 1500 ევროვო ხელფასიო, ვაიმეო 1500 евро ხელფასიო, რა საბობო აქაო 4500 евро ლარი არის ეგო და აქ სად არის მასეთი ხელფასებიო და ერთი პასუხობდა, ვიდეოთი უპასუხა, გოგო იყო ახალგაზრდა საქართველოსიო რა ხელფასიო, საქართველოსიო. ეხლა არ ვიცი მე საქართველოში რამხელა ხელფასებია 1000 ლარი არის, 1500-ია მაღაზიებში, ვიცი რომ 1000 ლარი აქვს. არ ვიცი რა ხელფასებია, ეხლა ვისა დამსახურობს და მუშაობს, არ ვიცი, მაგრამ საშუალოდ ვფიქრობ რომ 1000-1200 ლარი არის ხელფასი. იმიტომ რომ ვიღაც ამბობდა რომ მშენებლობაზე 1500 რას ამბობო ვინ იმუშავებს რომ მშენებლობაზე 1500 ლარათო ეგრა ფულიაო ეგრა არისო აი გავანებოთ თავ ისევა მსჯელობ მე ხალხო იმას რასაც ვხედავ ვიდეოს სხვების ვიდეოებში თორემ მე არა ვარ მანდ ეხლა უყურე რა ხდება ხო და ეს საშუალო ხელფასზე მე უბრუნდებ საშუალო რა ეს 1500 ევროა აიო აქო 1500 ევროა და საქართველოში 4500 ლარი აბავისა აქო. და ამ გოგომ უპასუხა ქალბატონო, ესა წერდა ბადატე, ვისაც ვინც ამბობდა რომ მეო აქ 1500 მაქო და აბა საქართველოში 4500 ვინ მომწევს. ქალბატონო უთხრა 1500 евро აქ რო გააქო, ეგ არისო 1500 ლარიო აქო. იმიტომ რომ შენ რომ მანდა ცხოვრობ, სადაცაც ცხოვრობ მომლელად. მანდ მიირთმე საჭმელში ფული არ გაგდის, ბინის ქირა არ გაგდის, დენი, წყალი, გაზი, გადასახადები არ აგაქვს, არაფერს არ იხდი და 1500 ლარი მშრალად მოგდის თვის ბოლოსო, ეგ იმიტომ გაქვს ბევრიო, თორე აქ რო ცხოვრობდე, ქირას იხდიდე. ჩვენ ქირას არ ვიხდით, მაგრამ სიტყვაზე ქირას იხდიდე. კიდეც არ იხდიდე 1500 евро აქ მაქაურ 1500 ლარზე უფრო ცოტა. იმიტომ რომ გადასახადები მარტო რო დაითვალო, წყალი, დენი, გაზი, სადარბაზოს დასუფთავება, ნაგავს მარტო რამდენს ვიხდით, ხალხო, რა ვიცი, მე წელს რამდენი იყო? 400 евро იყო? ხო, 400 რაღაცა евро იყო წელიწადში, ხო? ნაგავი მოდის, რავი, რამდენი გადასახადები არ არის. ხო და დაზღვევები, მანქანეს, აი ტრასის მარკა და ბოლოკი არა, ბეგარა თუ არ ვიცი როგორ ავთქვა ქართულად რა ქვია, გარდა იმისა რომ მანქანის დაზღვევას იხდი, ეს ავალდებულოა. გარდა მაგისა ტრასების იმასაც ვიხდით ბეგარას, ანუ წელიწადში არის 180 თუ არ დაძვირდა და 200 არ გახდა, არ ვიცი, მაგასაც ვიხდით. ხო და ესა რის თქმა მინდა იმდენი გადასახადები რომ 1500 евро აქ რო იცხოვრო, ახარ აი კაპიკ ვერ მიხვალ თვის ბოლომდე, კაპიკზე რო დაადო, ორსულიანი ოჯახიც კი ვერ მივა. და 4 სულიან ოჯახზე ხო საერთოდ ლაპარაკი არა, ჭამა ხო გინდა, დალევა ხო გინდა, რაღაცა ელემენტარული არ ვამბობ დიდი რამ, ტელეფონი, სიგარეტი, ვინც ეწევა, ბენზინი, ესა ისა, მარტო ჭამა ხო არა? ხო და ის რომ 1500 მაქვს ხელფასი და საქართველოში 4500-ია და აბა ჩვენთან სად იქნება 4500 ხელფასი, ეგ არ არის სწორი მიდგომა, იმიტომ რომ იქით რომ ვახურდა რომ ვამბობ რომ აი აქ ეს არის და საქართველოს არ უნდა გადაიყვანო, მაშინ თუ არ უნდა გადაიყვანო ეს 1500 евро აქ არის როგორც 1500 ლარი. და ეგ არის აი უღარიბესი და თუ ქირაც უნდა გადაიხადო მაქედან, ხო საერთოდ არ ვიცი, ალბათ ცარელა მაკარონზე უნდა იჯდე.
ასე რომ მაგეების ხაზის გავლება იქ იმდენია, ხელფასი აქამდენია, აქ ვინც ემიგრანტებია და მუშაობს მომლელებად, ჩანს მაგათი ხელფასი საქართველოში, იმიტომ რომ აქ არ ეხარჯებათ არაფერი. თავის სურვილი თუ აქ ეხლა და თვითონ უნდა რაღაცას მიირთმევს, თვითონ უნდა კოსმეტიკა და გართობა თუ უნდა და თავის გემოზე და თუ სიგარეტზე, ეგ სხვა არის, ეგ სხვა თემაა, მაგრამ ის რომ კვებაში, გადასახადებში ფული მიდიოდეს, არ მიდის. და იმიტომ ჩანს რომ არ იქ არა ხელფასი აქ იქ, მაგრამ ეგრე არაა. ასე რომ მაგის თქმა მინდოდა რომ რამდენი გაქვთ საქართველოში რომ გამოძახებით მიირთმევთ გზასაკვებს ჯერ ერთი ხინკალი ხალხო კიდეც მოგვიტანია სასადილოდან მე რა ჩვენ კორპუსში რომ ცხოვრობდით ხან იყო ხოლმე რომ ფულ შევაგროვებდით და მოვიტანდით მოგვიტანია სახინკლეშიც რავი 1-2 ვარ ალბათ დამყოფი არა ვარ დიდათ მე სახინკლებში ნავალი ქალი არა ვარ მაგრამ მოგვიტანია აი თასით ჩვენ წაგვეღია სახლიდან თასი და მოგვიტანია მანქანით 3 წუთი სავალი მანქანა მაგრამ სახლში მოტანილი ხინკალი არ არის ხინკალი მე არ ვიცი რა გემოსატანთ მე არ ვიცი თუ მაინდა-მაინც სახლში ვერაკეთებ წადი მაინც სადღაცა და იქ მიირთვი იმიტომ რომ აი მე მაგალითად არასოდეს ხინკალს არ გამოვიძახებდი რა ჩემი შეხედულებით და გადმოსახედიდან ხო და როდესაც საქართველოშიც ვიყავი ყოველთვის ვამბობდი ხოლმე ჩემთვის ხინკლაობა არის ის რომ აუცილებლად უნდა გააკეთო ორმაგი ანუ ბევრი ორმაგი არა მაგრამ იმდენი რომ ნუ მარტო სახში ახლა კი ვაკეთებდით ხოლმე რა თქმა უნდა მაგრამ ან ბებია ჩემთან ჩვენ და დეიდა ჩემი დეიდა შვილები ან ჩვენ სახში სტომარი ყო და ისე სახში ხო ვაკეთებდით მაგრამ აუცილებლად იმდენი უნდა გაკეთდეს ხინკალი რომ მიირთვა და მეორე დღეს გახუხო აუცილებლად უნდა გადადო რომ მეორე დღეს გახუხული ხინკალი გახუხული არის შემწვარი ხინკალი მიირთვა და მაშინ უკვე აი იმ ხინკლის მონატრებას მიბრიდა, ანუ ვიკმაყოფილებდით რა. თუ არა და ეგ ხინკლაობა არ იყო რა. ხო და იმის თქვა მინდა, ეხა ეს ისე ჩემი მოგონება მივაბი. ხო და ესა. დედა ერთხელ ისე დავთვერით მე ჩემი და ქალი და დედა ჩემი. ჩვენთან. არა დედა ჩემი არ დამთვრალა, დედა ჩემი არასდროს არ დამთვრალა, მაგრამ თავის მამასა გავდაიტანდა სასმელს. ხო და ეგრე ხალხებო, ხო და იმის თქვა მინდა ღმერთმა ყველას ძალიან ბევრი მისცეს განა, იმიტომ რომ ემშურს რომ არ იქა საქართველოში ნეტამ მართლა და კარგად ცხოვრობდეს ხალხი, მაგრამ ალბათ რა ვიცი, არის ეგეთი კონტინგენტი გარკვეული ფენა ხალხისა, რომ ამ ფასებს იხდის. რანაირად უნდა გაადაიხადო ოჯახში ორი სული ან რავი რამდენ ხინკალს მიირთმევენ ერთ ჭამაზე. ჩემი ახლა სიტყვა მოიტანა და შეიძლება თქვა შენ რამდენ ხინკალს ჭამო. მე ჭამდი ხოლმე 7-8 წელს. პაპი დამყავდა მე. ხო სულ ვამბობდა ვახსენებ თბილისში ცხოვრობდა ეს პაპი და ვაჟაზე. გპ-ში მუშაობდა ქიმიკოსი. ხო და აი დედაჩემის ნაცესაობა, დედაჩემის ხაზი ძალიან გურმანები იყვნენ, თელაველები. ძალიან, აი, უმაღლესი დონის გემოები ჰქონდათ ძალიან რა, ისეთი რომ რა გითხრათ და ეს ქალი თელაველი იყო, თბილისში ცხოვრობდა, რომ მოკლედ სტუდენტობიდან და მე ინსტიტუტის მერე და ისა დარჩა და თბილისში ცხოვრობდა. ხო და ჩამოდიოდა ხოლმე თელავში და აბა რო ჩამოდიოდა მთელი უბანი, აბა მერის ეს უყვარს, მერის ის უყვარს, მერის კაკლის ვირას მოარბეინებდა. მერის კაკლის მურაბა უყვარს, მერის ეს ლეღვი უყვარს, მერი და ხინკალი ხო უყვარს და ხინკალს აუცილებლად ვაკეთებდით და გავაკეთეთ ხინკალი და ახლა მერი იძახის. მეო 8 ხინკალი არისო ჩემი დოზაო, ზომაო, როგორა თქვა არ ვიცი. 8 ხინკალი არისო ჩემთვისო რომ აი უნდა კარგად ვარო. მერეო ორს კიდე ვიტენიო, არა ორს კიდე ვჭამო, ვიმატებო ორს კიდეო, იმიტომ რომ ხინკალიაო
და მერე 10 ხო გახდაო და მერე 2-ს კიდე ჩავიტენიო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარსო. ხო დადიოდა 12-ზე. მაგრამ თუ ვინმე კონტროლს გაუწევდა, მე ვფიქრობ რომ 15-ზე წავიდოდა. 15-ზე შეჭამდა. მე მქონდა ძალიან უბედური ჩვევა არა გუმანი თუ როგორ საერთოდ ინტუიცია მაქვს ძალიან განვითარებული. რაღაცას დავახეთქებ, რატო თქვი არ ვიცი, რაღაცა ტესტი გავიარე ფსიქოლოგიური, რომელმაც დამიწერა რომ მე მაქვს რაღაცა ინფორმაციის მარაგი ქოცნებიერში, რომელიც რაღაცა ვიცი, მაგრამ არ ვიცი რატომ ვიცი ან საიდან ვიცი. რა ვიხლა მე მაქვს ფსიქოლოგიური ტესტების დიდი ის არა ვარ დამჯერე და როგორ ვთქვა მორწმუნე, მაგრამ ფაქტია რომ დამიწერა და ინოჩეტე სულ მეტყვის ხოლმე, რასაც სიტყვი არ არსებობს არ ასრულდეს. აი 2 წლის წინ რომ რაღაცა ვთქვა, ეხლა გამართლდება რომ ის ვთქვი. რატო ვთქვი არ ვიცი. ხო და ეხლა ისა რა ქვია, ეს არ ვიცი მე ეს ინტუიცია, არ ვიცი მე რა არის. რო გავაკეთებდით ხინკალს, დაუშვათ ვიყავით ბებია ჩემი, მე დედა ჩემი, დეიდა ჩემი ჩემი 2 დეიდაშვილი, რავი თუ ვინმე შემოგვესწრებოდა ხათუნა ჩვენი ისა, ნუ ვინმე რა ვიცი რა, 1-2 დიდი ბალყი არ აქვს, 7-8 ადამიანი რო ყოფილიყავით არა. ხინკალს ხარშავდით ხოლმე ეზოში ბებია ჩემი სახლში და ერთ ჩაყრაზე მიდიოდა 80, 50 გააჩნია რამხელა ქვაბს დავდგავდით, 50-იან ქვაბს დავდგავდით სიტყვას და 2 ჩაყრაზე ჩავყრიდით 100 ხინკალი ამოდიოდა. ხო და ეს პირველი ხინკალი ხო ამოვა, მეორესაც მივაყოლედით, უცებ ბევრი როცა ვიყავით, უცებ ვაკეთებდით და ამოყრდით და ხდებოდით მერე დასხდებოდით მაგიდასთან. ხო და მე არავის არ უყურებდი ვირამდენი ჭაბა, მით უმეტეს ძალიან ბევრს ჰქონდა აქვს ჩვევა კუჭებიანად მიირთვას, ხო? ხო და მე არავის არ უყურებდი. და რომ მორჩებოდი ჭამას და ავწერდით თავებს და მეტყოდა ნანა აბა ვირამდენი ჭამა და მე დავიწყებდი და შენამდენი და ყველას ვარტყავდი. არავისი არ მქონდა გეფიცებით დათვლილი, არავისი არ მქონდა აი ნაყურები, რომ აბა ვირამდენჯერ გაიწოდა, ხელი არ ერთჯერზე ვირამდენი გადაიღო, მე რა ვიცი, ხო? ხო და აი ეხლა ხათუნაც მიყურებს, ჩემი ხათუნა და კიდე რავი ბევრი ვინც მიცნობს და ჩემი ოჯახის წევრები კიდე და იციან რომ რასაც ვამბობ და ერთხელ არ დამავიწყდება და თვლი მე დადღებოდნენ და თვითონ დაითვლიდნენ ხოლმე და მართალია იტყოდნენ, დაითვლიდნენ თავის კუჭებს და მართალია და ჩემ დეიდაშვილს ეკას ვეუბნები რომ შენ ამდენი ჭამე თქო და დაუთვალეს ეკას კუჭები და ერთით ნაკლებია და შესწდიო თქვა მითხრეს ისა ვერ გამოიცანიო ეკასთანო ერთით მეტი თქვიო და ეკა მოკვდა გაყურებული იყურებ ერთიო ქვაბიდან რომ იხებდი იქ შევჭამეო მარტო გაიყვარავი და რა ყავდა იქ გვერდში არ დაუნახნია იმას ვერ დაინახავდა ვერაფერ ჩასი არ არის ეკამა თქვა ერთიო ქვაბთან შევჭამეო არ ვიცი რატო ვამბობდი ოღონდ არ უნდა დავფიქრებულიყავი ისე ვამბობდი აი ვისროდი სიტყვებს რა ამდენ და სულ სწორი იყო ხო და არ მიჯერებდნენ და ეგონათ რომ შენო ითვლიო უყურებო ალბათო და რანაირად დავითვლი მე ვთხარ 7-8 ადამიანს ზოგ საერთოდ ვერავხედავ ვირამდენი სად შეჭამა და როგორ დავითვლი მეთქი ხო და ხათო ეხლა თუ მიყურებ დაწერე რომ მე სულ ვიცოდი ვირამდენი ხინკალი ჭამა ერთი ანეკდოტი ხო იცით თქვენა ერთ კაცს რო სტუმარი ყავდა და ხინკალს რო ჭამდა ეგ მე ჩემზე ეგ ანეკდოტი ხო და ეს მასპინძელი უბნა გადაიღე კაცო ჭამეო გადაიღე მიირთვიო კაცო მიირთვი კიდეო გადაიღეო და აღარ მინდაო კაცო აღარ მინდაო 6 წელი შევჭამეო აღარ მინდაო კარგი 8 წელი გაგნაჭამი მაგრამ არ უშორა კიდე ჭამეო ხო და მეც ეგრე ვარ მეც მასე ვარ დამციროდნენ ხოლმე ხაჭაპურებიც იციო ვირამდენად ჭამაო და არა მეთქი არ ვიცი მან არ ვიცი ეგ არ ვიცი მაგრამ ხინკალი რატო ვიცოდი ვერ გეტყვით რა არ ვიცი რატო ვიცოდი მაგრამ ფაქტია რომ სულ ვიცოდი ვირამდენი ჭამა ხო და ეგრე ხალხო ცოტა გამხიარულდეთ თორე არაფერი არ გამოვა სხვანაირად ეს კიდე ხო არ მივირთვა ერთი ცალიც არა ნანა აი არას თქმა უნდა ვისწავლოთ კიდე არასი მეტი გზა არა კიდე რა ვიცი რაღაცები მინდოდა თქვენთან საუბარი მაგრამ
კუტუზოვი. Falcova, senza catene. Ciao mamina. Ciao. Ciao mami. Carciof, gamargioba. Inocente, stai attento. Va bene. Tadi sei კუტუზოვი. Va bene. გამარჯობა ხალხო, გამარჯობა ინოცენტე. თქვენ მაგივრად მივესალ. ხო, თვალზე აქ ისა გამოუცვალე. ჩავაწვეთე აი აქ არის მწკრივში წამლები თქვენ წინ. ხუთნაირი წვეთებია და ერთი ისა დასალევი ვიტამინები თუ რაღაცა ხო და ისა გამოუცვალე 2 საათზე, ეხლა 8 საათზე უნდა გამოუცვალო, ისევ დავაკრავ იმას კუტუზოვს. ხო და ხვალე დილით კონტროლზე უნდა ვიყოთ იქა 9:30-ზე და აი უყურე ხვალე ბაზრობაა და მე კიდე საავადმყოფოში მივდივარ. ხო და ისა რა ქვია მაგას ხო იქ მოხსნიან და დილით ისევ გაუწმენ და ჩავაწვეთებ წავალთ და მე იქ მოხსნიან გააკონტროლებენ და მორჩა აღარ უნდა დაიფხატოს ისა. აღარ უნდა დაიფაროს რა თვალზე. მეტყვიან მე რა როგორ და რა. ხო და ეგ. ხო რა შეეხება ხალხო კაბა მაცვია, კაბა არის მოკლე, ელასტიკზე თუ ჩავიცმევ რა ვიცი, არ ვიცი, მაგრამ ინოცენტე მეჩხუბება გაიხადე არასაგავსო ეგ კაფაო. არ ვიცი, მიდი და ეხა თქვენ დამძეთ. აი ეგ არის გადაჭრილი, იმაზეა, რეზინზეა ეხა. და ეს არის, ისაც აქ აიქ რო ღილით იკურება. და აქ ჯიბეები აქვს, ისა ნაჭერი არის ძალიან კარგი. რბილი რაღაცა კოტონი ოღონდ იმაზე, ელასტიკზე. ელასტიკზე არა. წელვადია, როგორ ვთქვა, არ ვიცი. ხო და არ ვიცი რატო არ მოეწონა. არ მოეწონა, იმიტომ რომ კუბოკრულია, რატო არ მოეწონა, არ ვიცი. გამარჯობა ინოცენტე. გამარჯობა ინოცენტე. გამარჯობა ინოცენტე. გამარჯობა. ცოტა გავაჭარჭყარო ჩემი ქმარი. ხო და ეგრე ხალხებო ხო და რატო აიძულა ეს კაბა ვერ ავხვდები რა. აი საეხლაო კაბა რა. როდის იყო ამ დღეებში პატარა ოთახში აი ის კარები მაქვს სულ ღია. აქეთ საძინებელს დილით საღამოთი ძილის წინ და დილით რო ავდგებით ვაღებ მაშინ ვანიავებ და ნუ შუა დღეზეც ხანდახან რა ვიცი გააჩნია ხოლმე და ისა წუხელ პატარა ოთახში ვიყავი საღამოთი გვიან ინოცენტე რო დაწვა მე ჯერ არ მეძინებოდა და იქით ოთახში წამოვწექი ხო და აი მის კარები იყო ღია და 12 საათი იყო პირველი დაიწყო ღამე და მინდოდა ნინოსთვის მიმეწერა რომ ნინო კარები მაგღია და ისე მძინავს მეთქი არ ვიცი ახლა ნინოსთანაც ცივა თუ თბილა იქაც არ ვიცი იმიტომ რომ ნინოს ცივა ხოლმე ნინოსთან აქ როჯერ ისე ზაფხულია და მაგიტო ასე ჩემო კარგებო ამინდები ნორმალურია ისე 18-20 გრადუსია 20-22 ცხან აღარა წვიმს აჰა მოგახსენეთ ყველა ინფორმაცია წავედი ახლა მე აბაჰო მოდი ხოლმეო და მიწერეს ყოველ საღამო მოდიო ყოველ საღამო ალბათ ვერ მოვა შეიძლება მოვიდიკით რა ვიცი სახში უნდა ვეგდო ახლა წავიკითხე იქ აწერია რომ 2 კვირამდე მაინცო მანქანით მანქანა არაო არიაროვო ხო და წეღან დავგეგმეთ უკვე ისა ოკულისტთან ვიზიტი 3 ნოემბერს ფასიანი ძლივს ვიღაცამ გააუქმა ეხლაო იმ წუთშიო ისა ვიზიტიო და ჩაქვსეს უცბად თორე ჩვენ გვერდზე ქალაქში თორე ადგილები არ არის აი ფასი რო უნდა გადაიხადო საქართველოს ძალიან კარგი რამე პირდაპირ იმ წუთში რაღაცა მოგინდა და ეხო გინდა წადი პირდაპირ მიბძანდი გადაიხადე გაგიკეთებენ აქ არა აქ რომც უნდა გადაიხადო ვერ ვინ მოგართმევს მოდი ეხლავეზე არა ვერა არ არის დაკავებული ადგილები. ეხლა რა თქმა უნდა ამდენი ხალხს სად 60 მილიონი და სად საქართველოს 3 მილიონი რა თქმა უნდა სხვაობა არის და მე გმესმის მაგრამ
რა ვიცი რა, ძალიან ის არის გადატვირთულია მედიცინა. ყველას რაღაცა აწუხებს, ყველას პრობლემა აქვს, ყველა მისახედია რავი რა. ასე ჩემო კარგებო, წავედი ხმა მე. ძველ თემებს აღარ უბრუნდები, გაიარა და რაც გაიარა და გაიარა. რაც ახალი თემა მოგვია. ხო, ეგეც უნდა მეთქვა და წავედი, მე ხა მართლა წავედი. ისა ბრიზოლი რო გითხარით ისა ერთი კვერცხი და ერთი კოზი ისა მეთქი რძე. წუხელ გავაკეთე ხვალისთვის მეთქი დღეისთვის მეორე თავი კერძი რაღაცა მეთქი რომ არ ვიცოდი რა დროს დავბრუნდებოდი და რომ მეთქი მზად მქონდეს პირველი სოკო გავაკეთე კუპატებით მაკარონში ასარევად და მეორე კიდე ეს ბრიზოლი მინდოდა ეს ერბო კვერცხის ლავაშები და გატარებული ხორცი მქონდა ალბათ აი 100 გრამი რა ვიცი და სოკო გაუკეთე დაჭრილი პომიდორი, აუცილებლად უნდა ცოტა პომიდორი, რამე ისეთი წვენი მისცეს. მჟავე კიტრით ძალიან უხდება, მაგრამ არ გაუკეთე, იქნება მეთქი გემო არ მოეწონოს ინოჩენტეს. ხო და რის თქმა მინდა. ჯერ ერთი რო რძე უნდა ალბათ, იმიტომ რომ ადრე რო გავაკეთე რძე გაუკეთე, ერთ კვერცხზე ერთი კოზი რძე, ეხლა გაუკეთე წყალი. ვაიმე ხალხო არაფრით არ გამომდიო და იხეო და თავს არ იჭერდა, არ ვიცი წყალი რო იყო, იმიტომ ერთი კოზით მეტი გაუკეთე და იმიტომ ავდექი მე ერთი კვერცხი კიდე დავამატე, მაგრამ არა. ხო და ამ ლავაშებს რო ვაბრუნებდი, ამას ორივე მხრიდან უნდა გამოცხობა, შეწყვა და მე უნდა გადამეხვია. სუ დაიხა, სუ დაიფხრიცა 1 2 3 თუ გადარჩა მთლიანი. მე ვთქვი, ნანა კულინარია რა არის თუ არა მოფიქრება და ისა მოაზრება და რა ქვია იმას კრეატივი ხო აჰა ეგ სიტყვა მინდოდა არაფერი პრობლემა არ არის უთხარი ჩემ თავს ავიღე მრგვალი ყალიბი ზუსტად პატარა ყალიბები მაქვს ტორტისა ეს ფენა გავაკეთე ეს რა ქვია მაგას კვერცხის ერბო კვერცხის ფირფიტა მე ეს ხორცს წაუშვავდი, არც ეს მეოდა, იხეოდა ის ფირფიტები, ნელა უგლისე. ხორცი, დაჭრილი პომიდორი, ყველი, სოკო, დამწნილებული სოკო, თუ რა ქვია, სოკოს მარინადი. მაგას ვაყრიდი კიდე ფენა და იმის მაგერად რომ ბრიზოლები, თითო რულეტი გამეკეთებინა რომ ვერაფრით ვერ გადავახვევდი, ისე იყო, აი, დაფლეთილი. გამოვიდა ტორტი. ვაიმე ეხლა გავიქცევი ერთი ნაჭერია დარჩენილი და მოვიტან და გაჩვენებთ იმიტომ რომ თვალხილვად ხო და მაგ იმიდან რა ქვია იმიდან რომ გამიფუჭდა ის ფირფიტები ახალი ბლუდა დაიბადა ჩემთვის რა თქმა უნდა დაიცადეთ იმას ვიზავ მოვიტან და გაჩვენებთ ეხლა და გაპაუზოთ გონჩავთ აი ხალხი გაიცა რომელი მხარიდან გაჩვენოთ გვერდი და საიდანაც ის არ არის გაჭრილი ასეთია. მოკლედ ყველა დღევჭდები უნდა ავდგე, მაგრამ მაინც. ხო და გამოვიდა, აი დაახლოებით ამ ხელა იყო რა. ესეთი ამ ხელა. ბლინის ტაფაში ვაკეთებდი, ანუ ბლინჩიკების ტაფა რომ აქვს, იმაში ვაკეთებდი ამეებს, ამის ბლინებს, მაგრამ არ გამოვიდა და აჰა, გამოვიდა აი. იცი? გონია ჩანს და ფენა ავაწყე ასე. და პომიდორი რატო უნდა იცი ძალიან წვნიანი გამოდის თუ არა მშრალი გამოვა ხო და ინოჩენტემ გენაცვალე აი ამ ხელა ნაჭერი კარგად ისიამონა მე ვიფიქრე რომ არ მიირთმევდა რა ვიცი მეთქი დიდად გატარებული ხორცი არ უყვარს კვერცხი უყვარს მე ვთხარი გასინჯე თუ მოგეწონება როგორც მეორე თავი კერძი მიირთმევდა თუ არა მეთქი და სხვა რამეს გაგიკეთებ და არა, უთხრე, კაიო, გუშინდელი გავაცხელი გადასარევი იყო და ეხლა ამ ნაჭერს საღამოზე გავაცხელი. ხო და იმის თქმა მინდა რომ ვერ გავაკეთე ეს გადახვეულები, ის კარგია, ისიც კარგია, მაგრამ ესეც გადასარევი გამოვიდა. გადასარევი აბსოლუტურად არ ეთყობა რომ ძლივს ვალაგებდი ნაწილ დაფლეთებს. ხო და ეგ მინდოდა მეთქვა. ხან მიფიქრე ცოტა ფქვილი ხო არ დაუკიდო მეთქი რომ ისა მე რო არ გამოდიოდა ლავაშები რა. აღარც ფქვილიანი არ მინდოდა. მე ვიფიქრე რომ არაფერსაც აღარ გავაკეთებ მეთქი
ერბო კვერცხი გააკეთეთ, თუ იცით, ხო იცით, თუ არა დაარც რა. ისა დაჭერით მე როგორც ზოლებად, როგორც სპაგეტი, ტალიატელე რა, როგორ გითხრათ, არ ვიცით. ერბო თხელი ოღონდ და ესე თხელი ფირფიტებისა დაჭერით ესე ზოლებად და შეგიძლიათ ნებისმიერ სალატს დაუმატოთ, გინდა სალატს ფურცლებთ, გინდა რა ვიცი რა, ძალიან ბევრი რამე ხდება სალატებში ეგ ერბო კვერცხი დაჭრილი. ჩვეულებრივი ცილაა და ნებისმიერ თუ არა გაქვთ სიტყვაზე ხორცი, არა გაქვთ ქათმის ფილე რამე სალატში ჩასამატებლად, გააკეთეთ 2 კვერცხის ერბო კვერცხი, დაჭერით, დაამატეთ და იგივეა, ძალიან პირიქით უფრო გემრიელი კიდე. კვერცხს თევზით უხდება, კვერცხს მაიონეზით უხდება, ნებისმიერ სალატში გადასარევად მიდის, ფანტაზია არის მთავარი. ხო და მოკლედ და კონკრეტულად ასე მოხდა, თორე უკვე უპირებდი რომ დავჭრი მეთქი და სალატს რამეს გავაკეთებ მეთქი. ასე ჩემო კარგებო, წავედი ახლა მე, აბაჰე და აბაჰოს გეტყვით, როცა მოვახერხებ და მოვიხელთებ დროს მოვალ ხოლმე. მოგირბენთ ხოლმე, მთავარია აი სურვილმა არ გამიაროს რა, რამე არ დამცხოს და არ დამაგდოს. რამე არ დამცხოს, ან რომელიმე კომენტარმა არ ჩამცხოს თავში და ჩამირიკინოს და არ ხო ვამბობა რავი ვაიმე არა იმას აღარ ვახსენე, ქეთო უნდა მეხსენებინა და აბაბაბაბა როგორ უძლებს მეთქი ამდენ ლამძღვაგინებას, არც მასეთი ფული არ მინდა ხალხო. ვაიმე კიდე მაგ თქვენთან სალაპარაკო ფულზე გამახსენდა. აბა ეხლა დასხედით ჩემი ისინი მაყურებლები და ვინც ამყეხათ გოგო ბიჭები და ისინი რამე ბიზნესი გავაკეთო კაცო, როგორი უქნარა თავზი ვარ, როგორი ეხლა მეტყვით ვიდეოებს მოვუხშირეო და ისაო, გამოიმუშავებო. დიდი არაფერი გამომუშავება მანდ არ არის. რა ქვია, TikTok-ზე გადამსვლელი მე არა ვარ, სადამ აქ მაგის ნერვები, არა. და რა ქვია მაგას ხალხო? აბა რა გავყიდოთ, ადრეც ავთქვი რამე გავყიდოთ მეთქი და არა, არ გამოდის. არა, ვერ ვხვდები, ვერ ვიგებ. რა შეიძლება მე ძალიან შრომატევადი იქნება ალბათ ეგ ჩემთვის, იმიტომ რომ გააგზავნა რა თქმა უნდა უშრომლად არაფერი არ მოდის. მაინც ავფიქრობ. აი მასე დამეწყო ფიქრი და მასე მაწვალებ და YouTube-ი რო უნდა გამეკეთებინა რა, ამდენი ერთი წელი ვფიქრობდი. ხო და ეხლაც ეგ მომენტი მაქვს რომ რაღაცა მაწვალებს რომ რაღაცა მინდა რომ გავაკეთო და რა გავაკეთო არ ვიცი ჯერ, მაგრამ რამე უნდა მოვიფიქრო რა. საქართველოში რო ვიყო რა დამაყენებდა, ხო გადავაწყდი კიდე, აკეთებდა პეჩენიებს, გააკეთა პეჩენიები. რა მხელები იყო, 3-4 მოკბიჩა, ესეთი ნახევარმთვარეები იყო, ფხვიერი ცომი და გულსართი იყო ვაშლი და მსხალის ჯემი. თვითონ ათქვა თორემ რა, მსხალიო და ვაშლის ჯებიო და გარედან ისა. ესე იგი, ერთი პარტია რო გავაკეთეო, უცებ გაიყიდაო არაფერი და შეკვეთები მაქო და უცებ გაიყიდაო და არაფერი აღარ ამაქო, ლარ ნახევარიო ერთი წალიო. აი ამ ხელა რო წარმოვიდგინოთ, ხო, ამ ხელა დაახლოებით, აი ესეთი სიწვრილის, აი მსხვილი არა, დიდი და ბათქაშა არა, წვრილი იყო, 3 თითის დადება არა, 2 თითის დადება სიგანე და აი ამ ხელა. ნახევარმთვარეებსავით მოჭრილი. და ეს გულსართიანი უბრალო პეჩენია იყო პავიდლოთი. ლარ ნახევარიო ერთიო, პირველი პარტია ლარ ნახევრად გავიდაო ბრიგუნითო და ეხლაო ვიფიქრეო, გადმოვზომე, დავიანგარიშეო და თუო კარგი რეალიზაცია წავაო, ლარი და 30-ად ჩამოვალო. ანუ შემიძლია რომ 20 თეთრიო დავთმოვო. უფრო რა, ხალხი წვეტაზე ყიდულობდა. აი აქ მაგალითად ეხლა კრუასანი კი ღირს, ლარი და კრუასანს რა ქვია, კორნეტო, ხო, ქართულ კრუასანს ეძახით თქვენ. ლარი და ევრო და 20, ევრო და 30, მაგრამ საქართველოში ერთი პეჩენია, რომელიც აი თვითონ მიირთმევდა იმ წუთში და 1, 2, 3, 4 ლუკმად მიირთვა. ანუ 4 ჯერ მოკბიჩა. მაინტერესებდა რამხელაა თქო და იმიტომ დაუთვალე ლუკმები. ხო და დაახლოებით რო გითხრათ რამხელა და ევრო ნახევარი.
ის ერთი არავის არ ეყოფა. ანუ აი დესერტაცაც რომ მივით ხა თუ დიეტაზე ხარ ხო, მაგრამ ისე ნორმალურად აი ჩაისთან, ყავასთან ორი ხომ აიც უნდა ერთ ადამიანს. თვითონა თქვა რომ არ ვიცი რა მე რამდენი სავჭამო დღესო. სათვალავი ამერიაო, ძალიან კარგიაო, გემრიელიო. ხო და რავი აბა მე იტყვით რომ ჭირსო და ვაიო და ხო და იმას რომ საქართველოში რომ ვიყო, არაფერი არ დამაკავებდა და არ დამასვენებდა, რაღაცას ვიზავდი, რაღაცა საქმეს დავიწყეთ. ძალიან მინდა. ჩემი ამდენი წელი ესე გაჩერებული ცხოვრება არაფრით არ ვიცი როგორ მოხდა, ვერ ვიცი, ვერ გეტყვით. იმდენად ვიყავი დაღლილი მთელი ცხოვრება და თავიდან პირველი წლები კარგი იყო და ეხლა ძალიან აქ აღარ მინდა ეგრეთ ჩდომა, მაგრამ რო გავიდე და სადმე ვიმუშაო, ვერა, მოჭრილ დროზე რო წადიმო, ვერა, მასე ვერა, მაგრამ აი რამე რო შეიძლებოდა, აქ ვარიანტი არ არის რომ რამე გამოვაცხო და სადმე ჩავაბარო, არა. არ არსებობს, იმიტომ რომ თუ არა გაქვს სერტიფიკატი, თუ არა გაქვს, არავინ ვერცად შანსი არ არის. ხო და რო გამოვაცხო და ქალაქ ბარში წავიღო და იქ გავყიდო ქართველებზე, აბა მე ნახე ჩემი ტრევა. არა, კალმაგი გააკეთა ყიდისა რაღაც პონჩიკებს, ვიღაცამ ყველი ამოიყვანა მილანში, ყველი, ქართული როგორ აქ არა, მაგრამ იმერული ყველი გააკეთა და ან მილანში რძეს სადაყიდულობს, ნაყიდი მაღაზიის რძით აკეთებს, არ ვიცი მე, მაგრამ და კილოვო 15 ევროვო და კომენტარებში რა ამბავი იყო, რა არისო კილო 15 евро არა და ეხლა აქ და განსაკუთრებით მილანში კილო ყველი 15 евро არ არის ძვირი. და მაინც რომ თავის საკუთარი უნდა ჩაწიხლონ რა, იმიტომ რომ განაისრო, იციან რომ 15 евро არ არის ძვირი, მაგრამ აი ქართველი რო ფულიანდება, ეგ არ მოსწონთ. არა, ვერ გადახარშავენ მაგას, ვერა, გული უკვდებათ. არა და ეხლა ყველის ამოყვანას ხო უნდა, ყველაფერს უნდა შრომა და იმ რძეს მოტანას რა ვიცი, კიდევ მეორე მილანში რძეს საიდან იღებს, აქ აკეთებდნენ ყველს, დედაჩემი იცნობდა იმ მამაკაც. ოჯახით არის კაცი აქ და ოღონდ ის თავის მანქანით მიდიოდა სოფლებში, სადაც ძროხები ყავდა და რძეს იბარებდა, ყიდულობდა იაფად და ამოყავდა ყველი. ხო და ყიდიდა და იქ არის მილანში ნაყიდი რძით აკეთებს დავიჯერო, შეიძლება რატომაც არა, შეიძლება. ხო და ისე რომ მქონდეს მე ყველის დედა, ყველის ისა, ნედა აქ უნდა მოვძებნო, არ იყიდება რა არის. უნდა მოვიძებ მაგ ინფორმაციას. ვაკეთებ მე, ანუ ყველს ვერა, მაგრამ აი ლიმონით რო ჩაადედება, ამას წინათ ხო გავაკეთე ის რაღაცა, მაგრამ ყველი არ არის, ეგ არის უბრალოდ ხაჭო. ხან თუ გინდა მკვრივად გაკაჩავ და ყველივით დაჭრი, მაგრამ ყველი მაინც არ არის, ყველი სხვა რამეა. ხო და არა და ყველი კი მიყვარს. რო კაცმა თქვას. წავედი ხალხო, ეს კაბა არის ბოლომდე დაღილული, ღილები ისხნება? პირველად მაწვე ხო, ისხნება, კაბა ხალათი ყოფილა. ძალიანაც მომწონს და რას ერთის ეს ინოჩენტე ვერ გავიგე მე. წავედი ხალხო, კოცნით ყველას აბაჰე და აბაჰო, წავედი. დავბრუნდები მე, მალევე.